ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. მან პირობა დადო, რომ კვლავ მოვიდოდა ამ დედამიწაზე. 1918 წლის ზამთარში ის მეორედ მოვიდა ამ დედამიწაზე, როგორც დაპირებული იყო. ჩუმად ის დაიბადა. უფრო ფარულად ვიდრე მისი პირველი მოსვლა, ის მოვიდა ისე, როგორც არავინ ელოდა. ის 1948 წელს 30 წლის ასაკში მოინათლა. და კვლავ დაიწყო იმის სწავლება, რასაც ადრე ასწავლიდა. ჩემი ხორცის მჭამას და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში. ის ქვისმთელ სამუშაოებს ასრულებდა, უკიდურესად რთულ სამუშაოს, რომელმაც მის ხელებსა და მხრებზე მტკივნეული კვალი დატოვა. მას კიდევ უფრო მეტად დასცინოდნენ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად მოვიდა. ხალხი ამბობს, რომ ის ღმერთი არ არის. ბევრი ცას უყურებს და კვლავ ელოდება მის მეორედ მოსვლას. თუმცა, რადგან ის ღვთის საიდუმლოა, ვერავინ ამოიცნობს მას ადამიანური სიბრძნით. თქვენ შეგიძლიათ იცოდეთ, ვინ არის ის, როდესაც ბიბლიას ჩაუღრმავდებით. მან მოიტანა ახალი აღთქმის პასექი. უფალი ცაბაოთი გამართავს ამ მთაზე მსუქა საჭმელებით ან კარაღვინოებით. შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ. და იტყვის ხალხი იმ დღეს, აი ესაა ჩვენი ღმერთი, ეს არის უფალი, მას ველოდით, ვილხინოთ და ვიხაროთ მისი ხსნით.